მოგესალმებით ლაშა, მადლობა შესაძლებლობისთვის. ხო, ძალიან ბოლო პერიოდში ქართული ოცნება მაქსიმალურად გადავიდა ხო ყველა ზღვარს და ეხა დემოკრატიის ინდექსიო წეგან ახსენე ხო დემოკრატიის ხარისხის გაუარესება რა. დემოკრატიის ხარისხი ამ ქვეყანაში კარგახანია ერთ-ერთი ინდექსით მაგმიმართულებიცა თუნდაც რომ ვნახოთ ხო Freedom House-ი რასაც წერს ყოველთვის უკან ვართ მაგმიმართულებით და არანაირი პროგრესი მაგმიმართულებით რომ თითქოს დემოკრატია რაღაცა მნიშვნელოვანი და ღირებულებითია ქართული ოცნებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ეგრე არ არის, იმიტომ რომ ამას ძალიან ბევრჯერ უპასუხა მათ შორის ის კანონები ბოლო პერიოდში განსაკუთრებით რაც მიიღო, თუნდაც რუსული კანონი და ეს გაგრძელება, ამას ჩვენ ვეძახით რუსული კანონის გაგრძელებას, ხო? ის კანონი თავის დროზე როცა მიიღო იმ ფორმით თუ უნდა მიიღება თითქოს თავიდან უნდა შეხებოდა გრანტების კანონს, თუმცა გრანტების კანონი მაქსიმალურად ეხლა შეზღუდა და მაშინ რუსული კანონით ის რაღაცა ხვრელები თითქოს წინასწარ ამოვიდა, ხო? ამ ხვრელების ამოვსებას. როგორც არანაირი ხვრელი რეალურად იქ არ იყო, იმიტომ რომ ეს იყო ყველაზე გამჭვირვალე სივრცე რეალურად იყო არასამთავრობო სექტორი, ნებისმიერი თავისი გათვლებით, მიზნებით, ამოცანებით, თანხებით, ხარჯებით, სად რა მიდიოდა, ყველამ კარგად იცოდა და ის ხალხი ეხა დღეს რაღაცა ვადები რო ჩაწერეს, დათვალეს ბოლოს, როდის ჰქონდათ კომუნიკაცია არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როდის მუშაობდნენ ისინი არასამთავრობო ორგანიზაციებში და 6 წელი გავიდა, 7 წელი გავიდა, მოდი ამის მერე ავთვალოთ, როდიდანაც უკვე აგენტობა და არ მოსულა, ესე რომ ვთქვა, თანამშრომლობა, ხო? ყველა მათგანი არ იყო არასამთავრობო ორგანიზაცია კი არა, ბიძინა ივანიშვილი იძახდა, გიგაურთან და სხვებთან რო არ გავიაროთ, ისე როგორ მივიღებთ რამესო, ხო? ყობახიძე პაპუაშვილის სურათები ვნახეთ, ხო, წალეკა Facebook-ი და ეს არის დამოკიდებულება, ეს არის სტანდარტი და ერთადერთი მიზანი ამ ყველაფრის არის ის, რომ ის თავისუფლების კუნძულები, რაც ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში არსებობს და ძალიან ბევრი ადამიანი იმ ფორმით რის შესაძლებლობას აქვს, ესენიც კი ამოლუქონ, ეს ფორმებიც კი მოусპონ ადამიანებს, გვეუბნებიან ტროტუარზე არ დადგე, გზის გადაკეთვა დანაშაულია, ტროტუარზე დაგიჭერ, იმიტომ რომ შენ გადაადგილება შემიზღუდე, ამ დროს ტროტუარზე თუ შეგიზღუდე გადაადგილება, ესე იგი ვერ ვეტეოდი და ესე იგი სანქცირებული აქცია, მაგრამ ამ დროსაც კი კანონებსაც რაღაცნაირად თავის ნებაზე იღებენ, ხო და ეს არ არის გამოსავალი. გამოსავალი ჩვენ უნდა შევძლოთ ის, რომ მათ შორის შიდა დონეზე დიახ, აი აუცილებლად ვიტყვი იმას, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ რა არის, ხო, აქედან გამოსავალი არის ის, რომ უნდა შევძლოთ მაქსიმალურად ყველა დონეზე მაქსიმალურად კომუნიკაცია იმ ხალხთან, ვისაც ეს ყველაფერი არ მოსწონს და ძალიან ბევრი ესეთი ადამიანი და რა თქმა უნდა ყველამ ერთად ერთობლივი ძალისხმევით ადამიანები ოპოზიციას პარტნიორებთან უნდა გქონდეს ჩვენ ძალიან მაქსიმალური ცდელობა. ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ცხადია, მოცემულობა სამწუხაროდ არის ისეთი, რომ ოპოზიცია დღევანდელი საკუთარი სათამაშო ფორმით, ესეთი სპორტული ტერმინი რომ ვიყენოთ ვერ დაიკვეხნის და გვიან დაინახა ეს ოპოზიცია ბაჟა არ ამგონია რა ვერ დაინახა მაშინ აი ოპოზიციამ ბევრი რამე ვერ დაინახა კრიტიკა ალბათ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე მე როგორც მოქალაქეს მაგ პრეტენზია ქართულ ოპოზიციასთან რატომ თავის დროზე ვერ შეაფასა ის რისკები რომელიც შეიძლება დამდგარიყო ქართულ ოპოზიციასთან კრიტიკა და არასწორი და არარაციონალური იქნება ამ ყველაფრის ფონზე კრიტიკა რო არ გქონდეს და ეს თვითრეფლექსია რო არ არსებობდეს ხო ცხადია ჩვენ არ ვართ იმ ფორმაში, რასაც საზოგადოება ისურვებდა. მათ შორის იმ ფორმაშიც კი არ ვართ, რა ფორმასაც 24 წლის არჩევნებზე ღიად ქართული ოცნების დათვლილება CSCOM 800,000 ადამიანმა ღიად დაგვიჭირა მხარი. არ ვართ ამ ფორმაში. რატო არ ვართ ამ ფორმაში? იმიტომ რომ რაღაცა წარმოუდგენელი მასშტაბის რაღაცა დაპირისპირებებამდე მივედით, ხო? აი ბონდო კი ამბობს, რომ ეხა არა აქვს უფლება, მაგრამ ბონდო პარტიის წევრები ცოტა ხნის წინ რაღაცა წარმოუდგენელი ეპითეტებით საუბრობდნენ იმაზე, რატო ვიღებდით მონადირე. აი ეს არის ჩვენ ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს ლაშა მათ შორის დღეს ფორმაში რო არ ვარ ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს რომ ჩვენ მოქალაქეებს ვესაუბროთ და პროპაგანდას ვაგებთ იმიტომ რომ არ ვჩანვართ არსად რატო ვერ ვჩანვართ ზღუდავენ მაგრამ ჩვენ ხო უნდა ვეცადოთ რომ ეს რაღაცნაირად უფრო მეტად გამოჩნდეთ რატო არ უნდა ვსაუბრობდეთ ჩვენ ეხლა ერთად მე ბონდო და მამუკა ბათუმელებთან იმას რომ ხვალ მათი მგზავრობა მათი ყოველდღიურობა 2.5-ჯერ გაძვირდება ამაზე პოლიტიკური პარტიები რატო არ უნდა ვსაუბრობდეთ? რატო არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, რომ ამ ქვეყანაში უცხოური საუბრება ამომრჩეველს საკუთარ სამხარდამჭერებს ან არამხარდამჭერებს. მაშა, როცა მინუსებზე ვსაუბრობთ, ერთად უნდა ვსაუბრობთ იმ პრობლემებზე, რაც ძალიან ბევრია ამ ქალაქში და ჩვენ უნდა ვხედავდნენ სხვაობაში, ხო ის ადამიანები, ჩვენი ამომრჩევლები უნდა ხედავდნენ სხვაობას. წავა ქართული ოცნება, რომოვა ეს კოალიციური მთავრობა მოიკლებს ავტობუსის გადასახადი. აშენდება რასაც თქვენ საუბრობთ პროპაგანდა ამ შემთხვევაში
შემთხვევაში ამომრჩევლისთვის ეს არის თუ არა სიგნალი, რომ რაღაც ისე ვერ იქნება, თუნდაც ქართული ოცნება წავიდეს ხელისუფლებიდან იგივე კოალიციურ მთავრობასთან მიმართებით. ჩვენი მინუსია ეს. როცა ხედავს ამომრჩეველი, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი ერთმანეთთან არის დაპირისპირებული, მათ როგორ წარმოუდგენიათ შემდგომში კოალიციური მთავრობის ფორმირება თუნდაც. კი, ლაშა ნახეთ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ ბევრი გზა რაც გავიარეთ, იყო შეიძლება არასწორი. ნაბიჯები მათ შორის იყო არასწორი. ის ფორმა რაც ავირჩიეთ, ბრძოლის რაღაცა ფორმები, ხო, რაც ავირჩიეთ, იყო არასწორი. რაღაცებში და ეს მოცემულობაა საწუხაროდ, იმიტომ რომ ის მუხტი, ის დუღილის ტემპერატურა ამ ქვეყანაში აღარ არის, მესმის რომ ქართული ოცნების წნეხვა რაღაცაირად იმუშავა, მაგრამ ჩვენ პოლიტიკოსებმა იმ ადამიანებმა, ვინც უნდა ვიყოთ ამაში ღიად რაღაცა ოპინიონ მეიკერები უნდა ვიყოთ, ხო, ამ საქმის ჩვენც კი არ გვაქვს რაღაცა, ჩვენც კი არ ვართ ფორმაში და ჩვენც კი რაღაცნაირად შეგვზღუდეს და ამიტომ ჩვენგან უნდა მოდიოდეს ეს და ეხლა ჯერ მესმის რომ მაქსიმალურად მოგვიჭირეს მესმის რომ მაქსიმალურად დიქტატურაში საუბარს არავის არ უშლიან და ჯერჯერობით ამ გვიშლიან როგორ არ გვიშლიან დღეს არა ამომრჩეველთან საუბარს გორდულო ხო და ეს ყველაფერი რა არის აბა ლაშა რას ქვია არ გვიშლიან არ გვიშლიან კი არა აკრძალვას გვიპირებენ მეტი რანაირად უნდა დაგვიშალო რა ბოლოს სხვა რამეზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში ვაჟა ამომრჩეველს ამას არავინ არ უხსნის როდის იყო თქვენი პარტია ასული აჭარის მაღალმთიანეთში და როდის აუხსენით შეგვიძლია კომუნიკაცია მაგიტო ვამბობ ჩვენ ინსტიტუციურად პარტიები უნდა გადავრჩეთ უნდა ვიყოთ უფრო ფორმაში, უნდა ვიყოთ იმ რაღაცნაირად შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა ვიყოთ ინსტიტუციურად ძლიერები, რომ რაღაცნაირად ჩვენი დღის წესრიგი გქონდეს. სამწუხაროდ გვაქვს თუ არა ეს დღის წესრიგი, რო ვკითხულობთ, რა ვიცი, მე ბონდო და მამუკა შეიძლება ერთი თვე არ მინახავს და არ არის ეს დღის წესრიგი. ჩვენ უნდა შევძლოთ ერთად პრობლემებზე საუბარი. უნდა ხედავდეს საზოგადოება, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ტარიფების გაძვირებაზე ბათუმში, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა, ხო? ვსაუბრობთ იმაზე, რომ უცხოელებისთვის მიწა თურმე არ იყიდება, მაგრამ გონიოში განსაკუთრებულად კაი მიწის ნაკვეთები იყიდება თურმე არაბებზე და ამაზე ერთად ვილაპარაკოთ, პროპაგანდას დაუპირისპირდეთ ერთადო და რატოა პრობლემა იმაში, რომ ყველამ ერთად ვისაუბროთ იმაში, რომ ეუთო ოდირმა მოქმედა მოსკოვის მექანიზმი ქართული ოცნების წინააღმდეგ. რა უნდა ამაზე საუბარს, ხო? ანუ დღეს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თქვათ იგივე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი შეიძლება იყოს ერთი სუბიექტი, მაგრამ ხალხის ზალა და ქართული ოცნება სხვადასხვა სუბიექტი უნდა იყოსო. ამას გვეუბნებიან. ეხლა დღეს ქართული ოცნების წევრები და ამას თუ ჩვენ ხალხს ვერ ვაჯერებთ, ჩვენში ვნახოთ ეს პრობლემა და ჩვენ ველაპარაკოთ. მაგალითს ჩვენ რა ვცდილობ მე და ვეცადოთ მაინც ეგ არის ამბავი რა.